ამჟამად ერთი მეფე მართავს მათ, თუმცა ძველად ყველა ტომს თავისი მეფე ჰყავდა და ყველა თავიანთ ენაზე საუბრობდა. მათ 26 ენა აქვთ, რადგან ფაქტია ერთმანეთში სასაუბროთ მარტივი გზა არ გააჩნიათ. ამას წერდა კავკასიის ალბანელებზე თავისი დროის გამორჩეული ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველი და ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სიმართლეს, ვინ იყვნენ კავკასიის ალბანელები და რამდენი ტომის ახლობდა ალბანელთა სამეფოს მიწებზე? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ამ ვიდეოში მოგახსენებთ. როცა სტრაბონი კავკასიის ალბანელებზე წერდა, ის დიდი ალბათობით ეყრდნობოდა იმ რომაელების გადმოცემებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიაში პომპეუსის ლაშქრობებში. ამიტომ ზოგიერთმა ცნობამ სტრაბონამდე შეიძლება ბოლომდე სწორად ვერც მიაღწია. ასე მაგალითად, როდესაც სტრაბონი 26 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხზე საუბრობს, ის დიდი ალბათობით მეტწილად სხვადასხვა დიალექტებს და ალბათ 2-3 სხვადასხვა ენას გულისხმობს. კავკასიის ალბანელთა ენასა და დამწერლობაზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. დაუბრუნდეთ უშუალოდ კავკასიის ალბანელთა ვინაობას. ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში მოღვაწე ბერძენ ისტორიკოს არიანეს კავკასიის ალბანელები მოხსენებული ყავს ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის ძველი წელთაღრიცხვით 321 წელს გამართულ გავგამელას ბრძოლის ეპიზოდში, სადაც ალბანელები აქამენიდური სპარსეთის ლაშქარში ირიცხებიან. თუმცა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე სპარსელებსა და ბერძნებს შორის ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს გამართულ მარათონის ბრძოლის აღწერისას იხსენიებს უტიებს, რომლებიც იმ დროისთვის სპარსეთის ჯარში ირიცხებიან. ზოგიერთი ცნობით ეს უტიები შესაძლოა თანამედროვე უდიების წინაპრები ყოფილიყვნენ, თუმცა მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ჰეროდოტეს მიერ მოხსენებულ უტიებში სხვა ხალხი, კერძოდ კი ერთ-ერთი ირანულენოვანი მომთაბარე ტომი იგულისხმება.